მიდისათან ჩვენთან არს ღმერთი ისნეს მიერ საყვარელო მამანო ძმანო და დანო ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს ღვთის მადლი წყალობა და სიხარული მარადის ყოფილიყოს თქვენთან ყოფილიყოს საქართველოში და ამ სიხარულს პირველეს ყოვლისა ჩვენთვის მოეტანოს მარადიული სიხარული ცხოვრება სულისა ამინ. ეს საოცარი დღესასწაული არის. როგორც ბრძანებს ამ დღესასწაულის ტროპარი დღეს თავია ჩვენი ცხოვრების და საგალობელი ერთ-ერთი ასე ადიდებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გიხაროდენ უმაღლესო ცათასაო გიხაროდენ განმაახლებელო კაცდაო. დღეს არის დასაბამი თავი დასაწყისი კაცთა განახლებისა. რომელ კაცთა რომელიც ცოდვით იყვნენ დაცემული. მთელი კაცობრიობის აღარ არის საუბარი 1 თუ 2 თუ 100 თუ 1000 და 100,000 ადამიანზე არამედ მთელს კაცობრიობაზე რომელიც იყო დაცემული და გარდაქმნილი ცხოვრებისაგან სიკვდილად რომელმაც გარდაიქმნა როდესაც ევა იყო ცდუნებული დაცემული ანგელოზის მიერ და ამ ცდუნებამ და დაცემამ შემოიტანა ტკივილი, ხრწნილება, სიკვდილი, ბნება, მანკიერება და 1000 ცოდვა და უბედურება კაცთა მოდგმაში. სამწუხაროდ დღესაც გრძელდება ეს მიდრეკილება და ბნებათა ღელვა ჩვენი ცოდვილი და ბნებიანი ბუნებისა, მაგრამ დღეს ჩვენ შეგვიძლია გარდაქმნა ბოროტებისაგან სიკეთე, გარდაქმნა ბნებისგან უვნებელობა, გარდაქმნა ცოდვისაგან მადლა და რაც თავარია შეგვიძლია რომ ამ გარდაქმნილი ბუნებით სახეც უკაცრავად ბუნებით კი არა ამ გარდაქმნილი სახით ჩვენი სულიერი გარდაქმნით თანაზიარი გავხდეთ ღვთის მადლისა და მოვიპოვოთ განხრტობა, მადლით განხრტობა. რამე თუ როგორც არის დათქვამით წმინდა წერილში უფალი მათს მისცემს ადამიანს დაბალთა მისცეს მადლიო და აი ამ მადლით გასხივოსნებული ადამიანი ცათა სასუფეველის კვიდრი ხდება და მისი ცხოვრება მისთვის უკვე ხდება საწინდარად მარადიული ზეციური ცხოვრებისა და ეს ყოველივე ახარა ანგელოზმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. თუ ძველ აღთქმაში დაცემულმა ანგელოზმა აცდუნა ჩვენი ყველასი დედა ევა, ახალ აღთქმაში ზეციურმა მახარებელმა მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა ახარა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ჩვენ ყველას დედას ვინც სასოებით და საწვნოებით მისკენ მიისწრაფის და მიმართავს. აი ამ ხარებას ზეიმობთ ჩვენ არა მხოლოდ იმისა რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახდებოდა დამტევნელი დაუტევნელისა, გახდებოდა მშობელი ხორციელად მშობელი
უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი ხსნელისა და მესიისა არამედ ახარა რომ ამ მოვლენის შემდგომ დაიწყებოდა დიდი საიდუმლოს აღსრულება კაცთა მოდგმის ცოდვის ტყვეობიდან ჯოჯოხეთის ტყვეობიდან გამოხსნის დიადი საქმე და დიდი საიდუმლო და დედაღვთისმშობელმა ეს ხარება მთავარ ანგელოზისა მიიღო საოცარი მოგზაურობით, სიმდაბლით და ამავ დროს დიდი სიფრთხილით. ის შეწუნებულ იქნა, როდესაც იხილა ანგელოზი, მაგრამ ყურად იყო მისი სიტყვისა. ერთი კითხვა დასვა მან მხოლოდ, როგორ არის შესაძლებელი ამის განხორციელება, რამე თურმე კაცი არ ვიცი, მაგრამ ანგელოზმა მას იმ საიდუმლოს შესახებ მოუთხრა, რომელიც აღემატება კაცთა გონებაზე, აღემატება კაცთა ბუნებაზე და ადამიანთათვის მოცემულ მშობიარობის შვილის ჩასახვის წესზე. დედაღვთისმშობელი როგორც იყო უხრწნელი ჩასახვამდე, ასეთივე უხრწნელი დარჩა მშობიარობის შემდგომ. მისი ქალწულება არ გაღწრილა. მან მუცლად იყო სულისაგან წმინდისა, როგორც მოუთხრა ეს ანგელოზმა და დედაღვთისმშობელმა ეს უწყება მიიღო სიტყვებით, აჰა, ხევალი შენი იყოს ნებისაერ ღვთისაო. არც თავმოწონება, არც თავის ამაღლება, არც მედიდურობა არაფერი არ დასჩემდა მას. პირიქით, ამ საიდუმლოს ის ინახავდა სიკვდილის ბოლომდე, სიცოცხლის ბოლომდე. ის ამაზე არც საუბრობდა და ვერც ისაუბრობდა, იმიტომ რომ ამ საიდუმლოს გამგები არც არავინ იყო. მისი ჩამწდომი ვერავინ ვერ იქნებოდა. და შემდგომაც დედაღვთისმშობელი ყოველივეს რაც ეხებოდა მის ღვთაებრივ ძეს, ამასაც ყოველივეს ინახავდა თავის სულში. აი ასე დაბლად თავის ამაღლების გარეშე ლოცვით და მუდმივი ღვთისმსახურებით, ღვთის ნების აღსრულების მუდმივი ქმედებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამლო მთელი თავისი ცხოვრება. ჩვენთვის ძნელად წარმოსადგენია მისი სათნოება. ამიტომაც ის არის უპატიოსნესი ქერუბიმთასა და აღმატებული სერაფიმთასა. ამიტომაც ის არის უზეშტაესი ანგელოზთა და ამაღლებული ცათა ზედა. და ღვთაებრივი ყრმის შობა მისთვისაც იქცა დიდ სიხარულად, მაგრამ ამავ დროს მისთვის იქცა ეს დიდ ტკივილადაც. აი ამ ნაღველშერეული სიხარულით მან
იცხოვრა მთელი თავისი ცხოვრება. ამ ნაღველშერეული სიხარული მან აკეთა მისთვის დავალებული და მოცემული საქმეები. ამ ნაღվել შერეული სიხარულით ის იდგა ჯვართან და ვრიდა ცრემლს და გლოვობდა განშორებას თავის ღვთაებრივ ძესთან, მაგრამ ამავე დროს ხარობდა რამე თუ ყოველთა კაცთა გამოხსნა აღსრულდა. და ამ ნაღվել შერეული სიხარულით ის აგრძელებს ჩვენს პატრონობას. ნაღվել შერეული იმიტომ არის, რომ ჩვენ ცოდავთ და ვეცემით. ვერ ვძნობთ ჩვენს ცოდვებს. ვართ ამპარტავანი და კადნიერი. მრავალი ცოდვის ჩავდენი, მაგრამ საკმარისი არის, რომ მოიქცეს ადამიანი და სინანულით გულწრფელად ღაღატყოს ღმერთო, შემინდე და შემიწყალე. მაშინ სიხარული ცათაშინა დიდარს, როგორც ბრძანებს წმინდა წერილი და აი ეს სიხარული დედა ღვთისმშობლისაც არის და აი ამ სიხარულით ის უკვე ხდება ჩვენი პატრონის შემწე და ჩვენი მუდმივი ჭირისუფალი. ამიტომაც ყოველ დღე უნდა მივმართოთ ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. თუნდაც ყოველ დღეში ერთხელ ადამიანმა უნდა წარმოთქვას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, შეგვეძიე და გვაცხოვნე ჩვენ. რაც იტყვის მეტად უკეთესია, მაგრამ დღეში ერთხელ მაინც უნდა სთქვას. და ამავ დროს ჩვენ დედა ღვთისმშობელში უნდა ვხედავდეთ მაგალითს ჩვენი ცხოვრებისა. მისი სათქმეებები ჩვენთვის უნდა იყოს მაგალითის მომცემი. განსაკუთრებულად დედაკაცებისათვის, დედებისათვის. იმიტომ რომ ყველა დედას აქვს ნაღველიც და სიხარულიც თავის შვილებთან ურთიერთობაში. ყველას აქვს სიხარულიც და ტკივილიც თავის ოჯახში საქმიანობისას. ხან დიდია ტკივილი, ხან მცირე, მაგრამ ზრუნვა და წუხილი მუდმივად ახლავს შვილების გაზრდას, ოჯახის ბიძღოლას. და ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ არ წუხარ, გამოდის რომ შენ არ გიყვარს შენი ოჯახი, შენი ოჯახის წევრები. იმიტომ რომ ადამიანი წუხს იმაზე, რაც მისთვის ძვირფასია. ადამიანი ქუჩაში დაგდებულ რიყის ქვაზე არ წუხს. იმიტომ რომ არც აინტერესებს ის. ადამიანი წუხს იმაზე, რაც მის სულს და გულს ეხება. და ამიტომაც ეს წუხილი ბუნებრივი უნდა იყოს ჩვენთვის და ამ წუხილს არ უნდა გაურბოდეთ ჩვენ. არამედ ეს წუხილი უნდა მივქონდეს ღმერთთან და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მას ვთხოვდეთ, რომ შეგვეწიონ ჩვენი შვილების აღზრდაში. შეგვეწიონ ჩვენც, რომ ჩვენ კეთილი მაგალითი ვიყოთ ჩვენი შვილებისათვის, რომ უფროსები კარგი მაგალითი ვიყოთ უმცროსებისათვის. და თუ რამე მწუხარება მოხდა ჩვენი შვილების ცხოვრებაში, მწუხარება, რომელმაც ჩვენ გული გვადგინა, დაგვამწუხრა, თუ მათი უხეშობა, თუ
სამწუხარო უზრდელობაც, რომელიც ალბათ ჩვენი ბრალია, რომ ღმერთმა მოგცეს მოთმინება, დედა ღვთისმშობელმა მოხედოს ჩვენ შვილებს და მოატრიალოს ისინი ჭეშმარიტების გზისკენ და ამ გზაზე ატაროს მათი სულის საცხოვნებელი. და ამავ დროს ტაძარში უმეტესად ქალბატონები ბრძანდებით, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი შვილი არის ღვთისაგან მოცემული. დედა ღვთისმშობლის შვილი იყო ღმერთი, სრული ღმერთი და სრული ადამიანი, მაგრამ დედა ღვთისმშობელი იყო ადამიანი, რომელმაც სიხარულიც და მწუხარებაც იტვირთა. და ჩვენც უნდა ვიტვირთოთ ნებისმიერი ღვთისაგან ჩვენთვის მოცემული შვილისთვის სიხარულიც და მწუხარებაც. აუცილებლად შეგვეწევა ჩვენ ღმერთი, აუცილებლად მოგცემს ამის ძალას. და დიდი ცოდვა არის, რომელიც მერე მინდა გითხრათ, რომ შვილებზე აისახება და ხშირად ხდება, რომ შვილები თავიანთ მშობლებს ძალზე გულს ტკენენ, ექცევიან უხეშად, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ უსამართლოდ ზოგჯერ. და რატომ ხდება ასე? ხდება ასე უმეტესად, როდესაც ქალი შვილს მოიშორებს, მოიცილებს, რომელიც არის მის მუცელში და სასიკვდილოდ გაიმეტებს მას. აი ხშირად მერე ხდება, რომ ის შვილები, რომლებიც მას ყავს, ან მერე ეყოლებათ, ის შვილები უმხედრდებიან და ტკივილს აღენებენ მშობლებს. და ეს სამართლიანი არის იმ გაგებით, რომ მშობლები მერე განიცდიან იმ ტკივილს და მწუხარებას შვილებისაგან მოყენებულს, რომელიც მათ არ განიცადეს მოცლად მოკლული შვილის გაწირვის დროს. ამიტომაც ქრისტეს მიერ საყვარელნო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დიდი და მძიმე ცოდვა სამწუხაროდ დღესაც მრავლად გვაქვს საქართველოში და ამის არც გამართლება შეიძლება და არც ხელშეწყობა არ შეიძლება. პირიქით, ჩვენ უნდა მოუწოდოთ ჩვენს ახალგაზრდა თაობას, რომ მათ გააჩინონ და აღზარდონ შვილები. და კურთხევა უფლისა იქნება მათზე და იქნება მთელ ჩვენს ერზე. და რა თქმა უნდა, ეს უნდა გახდეს საფიქრალი არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ საზოგადოების, ეკლესიის, სახელმწიფოს, რომ მრავალშვილიანი ოჯახები გამრავლდნენ და ადამიანები ნამდვილად ამაყობდნენ მართლაც ამ საამაყო საქმით, მრავალი შვილის ყოლით. და ძალებს დედა ღვთისმშობელი მოგცემს უკეთო ჩვენ შვილებს, რაც თავარია საკუთარ თავს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს ავზრდით ღვთის წმენით და ღვთის ცნებების აღსრულებით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიბაძვით მისი კეთილი
და გონიერი ცხოვრებისა. ერთმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ საბარათო ჩვენთან ის მადლი და წყალობა და მოლა წმინდა ღვთისმშობლის კურთხევა იყოს თქვენთან და სრულიად საქართველოსთან. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.